დიახ, კლიმატის ცვლილებები არის ზუსტად იმიტომ გადავწყვიტეთ ამ თვითონ ამ პროდუქტის შექმნა. კლიმატი იცვლება, შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს წვიმა, რომელიც აღწევს ყოველთვის ჩვეულებრივ საჭერებში, რაც დღეს არის ხშირად მასში მწერებით ჩადიან და აღწევენ შიგნით, რომ საერთი დღის მერე არის უკვე დარჩენილი და ხან მეფუტკრე ვერ ასწრებს იქამდე მისვლას და ზიანდება ყვავილის მტვერი წვიმის გამო. და ამიტომ არის კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი, რომ ეს არ გააზიანოს ესე ადვილად ყვავილის მტვერი ამ კლიმატის ცვლილება. აზღავს მეფუტკრეს, რომ ყვავილის მტვერი დაუზიანებლად მივიდეს მასთან და ასევე გაუშვროს თვითონ და ამ დიდი საშრობის ყიდვა არ დასჭირდეს. ინოვაცია რაში მდგომარეობს, შეგვიძლია ამით ხსნა? ინოვაცია რაში მდგომარეობს, დღესდღეობით ბაზარზე რაც ყვავილის მტვერის საჭერები არის და როგორც ყვავილის მტვერის ეგრეთ წოდებული საჭერები მოიპოვება მსოფლიოს ბაზარზე, უმეტესობა ინახავს მხოლოდ ერთი დღით ამ ყვავილის მტვერს და მეფუტკრეს ყოველ დღე უწევს, რომ ყვავილის მტვერის საჭერთან მივიდეს, შემდეგ ეს ყვავილის მტვერი აიღოს, გამოვიდეს სახლში, სადაც საშრობი აქვს გაკეთებული, ან ნაყიდი, ან თვითონ დამზადებული და ამ საშრობში ჩადოს და კიდევ ერთი დღე დაელოდოს იმისთვის, რომ ყვავილის მტვერი გაშლეს ხოლმე და ჩვენი მოწყობილობა უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ყვავილის მტვერი მეფუტკრეს არ მოუწევს ყოველ დღე მისვლა და დროის დაკარგვა ყვავილის მტვერის საჭერებზე, მივა კვირაში ერთხელ და უკვე გამზადებულ პროდუქტს ჩამოიტანს, რადგან ჩვენი საჭერები ჩამოგერებული აქვს შიგნით ეს გაშრობის სპეციალური ან პატარა საშრობი აქვს შიგნით და ყვავილის მტვერს უკვე გამზადებულ პროდუქტს მიიღებს და უკვე იმ თვითონ მეფუტკრეზე იქნება დაყენებული შეინახავს თუ უკვე ბოთლებში ჩაყრის და უკვე რეალიზაციაზე გაიტანს. ნებისმიერ სკაში მაგრდება ეს თუ თქვენივე სკები აი ამით აღჭურვილი არის? არა. ჩვეულებრივ ნებისმიერ სკებზე დამაგდება, როგორც ჩვეულებრივ საჭერი მაგდება, ის მაგდება ჩვენი საჭერით. ჩვეულებრივ საჭერები მაგდება საფრენთან და ჩვენიც ჩვეულებრივ საფრენთან დამაგდება. ჯერჯერობით მუშაობთ ამ თვითონ უკვე MVP-ს, მინიმალური უზრუნველყოფის გასაკეთებლად, მაგრამ პროტოტიპი გავაჩნია. კომერციული მიმართულებით თუ გაქვთ ნაფიქრი? ნახეთ, პირველი პარტია როდის იგეგმება, ბაზარი თუ გაქვთ შესწავლილი ამ საჭიროებაზე? ბაზარი შესწავლილი გვაქვს ჩვეულებრივ საქართველოშიც და მსოფლიოს ბაზარით შესწავლილი. ქართული ბაზარით შესწავლილი გვაქვს, იმიტომ რომ მე თვითონ ვაწარმოებ ამ ყვავილის მტვერსაც, ოჯახური ბიზნესი გვაქვს, საიდანაც საქართველოს დაახლოებით 10-15%-ის მწარმოებელი თვითონ ყვავილის მტვერის მევა. თქვენი ტოლა ბავშვების სხვა მიმართულებით ფიქრობენ ხოლმე და რამ გაიძულათ, რამ მოგცათ სტიმული ამაზე? სტიმული მოგცა ზოგადად ტექნოპარკმა, სადაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ არის გაკეთებული ტექნოპარკი. გურჯაანის ტექნოპარკი ხშირად დავდივართ მე და გიორგი ეხლაც დავდივართ. მე სტაჟირება მაქვს გავლილი გურჯაანის ტექნოპარკის ფაბრიკის პოზიციაზე და ამით ინტერესით ერთ-ერთი პროექტში hardware startup-ი გუმბათოში ჩამოგვიყალიბდა იდეა და ამის შემდეგ გამიდა ეს განვითარებაზე მუშაობთ, მოვიპოვეთ $3,000 გრანტი თვითონ სტარტაპ გურჯაანზე და შემდგომ უფრო განმოვითარეთ და უკვე 25,000-ით მოვიპოვეთ მე და გიორგი. აი ხა მითხარით 65,000-ის დახარჯვას რაში რა მიმართულებით გეგმავთ? პირველ რიგში ვესაჭიროება უფრო ინდუსტრიული ნივთების შეძენა, რაც დაგვეხმარება, რომ უკვე მასიურად ვაწარმოოთ ეს ჩვენი პროდუქტი. ჯერ პირველ რიგში ისეთი ერთი უნდა გავაკეთოთ, რომელიც შეგვიძლია რომ პატენტირება გავუკეთოთ ამ მოწყობილობას. პატენტირების შემდეგ უკვე წარმოებასაც დავიწყებთ. შემდგომ მარკეტინგში გაიხარჯება თანხები, უფრო მეტად ეს გვაქვს გადაწერილი და უფრო მუშაობთ ახლა რომ ეს შევიძინოთ და გავაკეთოთ მოწყობილობა. ნიკა, პირველი პარტიის გაშვებას როდისთვის ვარაუდობთ? პირველი კომერციული პარტიის ჩაშვებას.
და რამდენი ერთეულით გაქვს განსაზღვრული? პირველი კომერციული პარტია იქნება 10 MVP, ანუ 10 მოწყობილობა, რომელიც დაურიგდებათ ანუ მეტარ გაზაფხულის ზონაში. და იქნება სატესტო 10 ცალი, როგორ მუშაობს, რამდენი ამის შესწავლა შეგვიძლია ჩვენ რომ უფრო გავაუმჯობესოთ და ამის შემდეგ უკვე უკავშირი რომ ეცემა მეკუთვნებთან შემდგომ უკვე გადავწყვეტებთ რომ წარმოება დავთ. და დაურიგდება რას ნიშნავს უფასოდ? კი, რომ ტესტირება ჩაატარო და უკავშირი მეკუთვნებისგან. ეს ძალიან სწორი, მაგრამ ისიც ცოტა ხარჯიანი ნაბიჯია, მარკეტინგულად ძალიან სწორი, მაგრამ ცოტა ხარჯიანი ნაბიჯია. ამას მსხვილი ბიზნესები კი ხარჯიანი იმიტომ არის, რომ ანუ ჩვენ წარმოება დავიწყოთ ტესტირების გარეშე, ჩვენ ვერ მოვახდენთ იმენად კარგი რაღაცას, ანუ ჩვენ მეკუთვნებმა რომ ნდობის გაჩენისთვის მესმის. კი, თორემ რომ ნიკა, როგორ ვარაუდობთ ერთი დანადგარი რაღაცა შეიძლება გაიყიდოს თუ გაქვთ უკვე წარმოქმნაზე დაფიქრი? ფიზმულებს 70-75 ლარი არის ის და საშუალოდ 100-დან 120 ლარამდე უფრო გაყიდოთ. კი, ჯერ ბოლომდე არ კი, მესმის ეს კიდე უფრო დაზუსტდება ალბათ დროთა განმავლობაში მესმის.